მოგესალმებით ფეხბურთელი მაყურებლებო, ხუთშაბათია მორიგი სპორტული მიმოხილვა ობიექტივზე და იუმორით ვამბობ ხოლმე, რომ ყველაზე ობიექტური მიმოხილვა რა თქმა უნდა ობიექტივზე უნდა იყოს. მithumetes რომ დღეს ჩვენ რამდენიმე სახეობის საუკეთესო წარმოადგენლები გვყავს და მათ შორის კიდევ ერთი კოლორიტი საქართველოსი მეფეხბურთელობაში გვყავს გულშემატკივრები, თენგიზ ბაჭკორია, მე მგონი მას ძალიან არ ჭირდება ადამიანი, რომლითაც იწყება ყველა შეჯიბრება, არა თუ საქართველოში, არამედ უცხოეთში და რომელი სახეობაც არ უნდა იყოს. ეს არის წყალბურთი, ფეხბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, მოკლედ მე ძალიან ხშირად ტელეფონით მას ვესაუბრები ღამით გვიან და მე მგონი ვიმუხტები მისგან მოცემული ინფორმაციები და მე უფრო კარგად გავამდის ჩემი მიმოხილვა. ისე რომ პირველი წარმოგიდგენთ თენგიზ ბაჭკორია, საერთაშორისო ჟურნალისტი, სუხუმი ჯორჯია, ისე მასთან სოფლიოში და აი მოგესალმებათ სწორედ აი ამ სტატუსით. ჩვენი ბესარიონ არველაძე, ანუ არველაძეები იცით თუ ვინ არიან, მაგრამ ბესო არველაძე ცოტა მინი შეგვეცეს დიდი ფეხბურთი და მინი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელია ფუტსალის და თქვენ იცით რომ ახალ ოლიმპიურ სპორტის სასახლეში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, რომელშიც წარმატებით გამოდის და არა მარტო წარმატებით, რაღაც სასწაულებრივი თამაშის დემონსტრირება მოახდინა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა. ორი თამაში მოიგო, ერთი მათგანი ისრაელთან, მეორე გუშინ შოტლანდიასთან და შეიძლება ითქვას შოტლანდიელებს ასწავლეს თუ რა არის ფეხბურთი. ეს იყო ძალიან სასიამოვნო ჩვენთვის, მithumetes ისეთი ლამაზი გოლები გავიდა, რომ მართლა შეიძლება ეს თამაში კიდევ თავიდან ბოლომდე რამდენიმეჯერ ნახოთ ან ის გადანილი გოლები. ისე რომ ბესო არველაძე იქნება ჩვენი სტუმარი, რომელიც რა თქმა უნდა ისაუბრებს დღეს მათ შესვენება აქვს ყვალინდელი გადამწყვეტ თამაშის შესახებ, რომლის მოგების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ქვეშგუფში პირველ ადგილზე გავა და ეს არის ყველაზე დიდი წარმატება, გავდივართ შემდგომ ეტაპზე. ჩემგან მარცხნივ მე მგონი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფედერაცია საქართველოში, ეს ჭადრაკის ფედერაცია. უკვე კარგი ხანია გია გიორგაძე ამ ფედერაციას უდგას სათავეში და სწორედ გია გიორგაძის დროს, რა თქმა უნდა, მე არ ვაკნინებ მის სხვა კოლეგებს, იმიტომ რომ წარსულში სწორედ მათ დროს იყო წარმატებები ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის და ასე შემდეგ, მაგრამ აი ახლა ამ ბოლო ხანებში კარგი ხნის პაუზის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის სახელი მოიპოვა. მე ბედნიერი გაცივარ, რომ შევძელით მათი დაჯილდოება და ეს იყო რაღაც ძალიან კარგ დონეზე ჩატარებული და მე მგონი თითოეული მათგანი ვინც დაჯილდოვდა, იმიტომ ეს კარგად დაიმახსოვრებს ამ საზეიმო განწყობილებას. იცით რომ არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნული კომიტეტი არსებობს, მე მომიწევს თქმა იმისა, რომ ამ კომიტეტის პრეზიდენტი ვარ, ახლად არჩეული, თუმცა აქამდე რადიო ჯაკო, რომელიც გოდემახარეს სახელს ატარებს, ექსკლუზიური უფლებით დაჯილდოებდა არაოლიმპიურ სახეებში საქართველოს საუკეთესო სპორტსმენებს, 10 საუკეთესო სპორტსმენს და თითქმის ყველა აი ასეთ დაჯილდოების დროს ჭადრაკის წარმომადგენელი იყო ხან პირველი, ხან მეორე, ხან მესამე ადგილზე და სამეულს არც ახლა გაცდნენ და დაჯილდოვდნენ ბაადურ ჯობავა, რომელიც მამაკაცთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო არა თუ ევროპაში, არამედ მსოფლიოში და ძალიან დიდი მომავალი აქვს ამ მოჭადრაკის. გია გიორგაძე, მოკლედ, რომელიც გახლავთ დამსახურებული მცველი და დამსახურებული პიროვნება. მე მისდამი რაღაც სასწაულებრივი სიმპათიებით ვარ გამშველული, ჩვენ გვაქვს ამის მიზეზი, რომელსაც ახლა დღეს მე არ დავიწყებ ამის შესახებ საუბარს. რაც შეეხება კრივის ფედერაციას, დღეს აქ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელია, რომელიც რა თქმა უნდა ისაუბრებს იმის შესახებ, რომ თუ რაგველი ჩვენ ახლა გვიახლოვდება საკმაოდ სერიოზული შეჯიბრება, კრივი იცით რომ ერთ-ერთი ჩვენი ტრადიციული სახეობა კრივში ჩვენ გვყავდა ევროპის ჩემპიონი, პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი დათო კვაჭაძე იყო, შემდეგ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები და საერთოდ კრივის ლეგენდები მე ხედულობაში მაქვს 50-იანი წლები და 60-იანი წლები თუ გავიხსენებ ნაოსარდოს, ვართანოს, შემდეგ მამონთავრიშვილს და სხვებს. ბევრის გახსენება გორგასლიძეებს და ძმებს კიდევ უდუშაურებს. ისე რომ ჩვენი სტუმარი სწორედ ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი გახლავთ შალვა დონდუა. აი ეს ოთხეული წარმოგიდგინეთ და დავიწყოთ ფეხბურთით, რომელიც ახლა მიმდინარეობს, რომლის გადამწყვეტი მატჩი ხვალ გაიმართება, ეს არის
მატჩი შვეიცარიის ნაკრებთან. მართალია ბურთების შეფარდებით ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ ერთი თავით მახლავთ გავართ, ვიდრე სხვა დანარჩენი გუნდები, ვინც ამ სპორტის სასახლეში, ახალ-ოლიმპიურ სპორტის სასახლეში მოიყარეს თავი და იქ ასპარეზობენ, მაგრამ ძალიან ხშირად ამას არ აქვს მნიშვნელობა, რომ აი ორ თამაში შეიძლება ბურთების შეფარდებით ყველა საჯობო და მერე მესამე თამაში ღმერთთან უკნას და რაღაცას გადაეყარო ისეც, რომ ვერ შეძლო დაუშვათ ამ თარჯის დაძლევა. თუმცა იმ თამაშების შემდეგ არა მარტო ბურთები მოხდელობაში, აგერ თითქმის ყველა უყურებდნენ, ზოგი იქ იყო სპორტის სასახლეში, სასიამოვნო იყო, რომ პირველდღეს იყო ანშლაგი, ეს იყო რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნო, მით უმეტეს რომ პირველ დღეს ისრაელის ნაკრებს ხვდებოდა და ამ თამაშს დაესწრო შაბთაი ცური, ისრაელის სრულპლებიანი ელჩი საქართველოში, რომელიც ქართველი ებრაელია და ტას უკრავდა ორივე მხარის კარგი შეტევების შემდეგ. და ასევე ჩემი მეგობარი პარლამენტარი შოთა შალიაშვილი, ისიც ორი ქვეყნის მოქალაქეა და აგრეთვე ორივე გუნდს გულშემატკივრობდა და იმ დღეს საქართველოს ნაკრებმა დაუმტკიცა ყველას, რომ ის ისრაელის ნაკრებზე უფრო ძლიერი იყო. ნუ რაც შეეხება შოტლანდიის ნაკრებს, აი ახლა დავიწყოთ ამის შესახებ საუბარი, აი ორიგინალური თამაშის შესახებ და ხვალინდელი თამაშის, რა თქმა უნდა ჩვენ მრავალი მაყურებელი ყავს, არა მარტო ტელემაყურებელი, არამედ რადიო მსმენელი, ყველა მიცია, რომ 5 საათიდან თბილისში იწყება საცობი, მანქანების საცობი და ჩვენ გვაქვს პრივილეგია, რომ აი ამ საცობის დროს ვიღაცამ შეიძლება თავიდან ბოლომდე გადმორთოს ობიექტივზე, უყვართ ეს არხი და მოგისმინოს და ხვალ მე ყველა დავაავადმყოფოთ, აი ამ გადავდოთ ეს სცენი, ფუტზალის სიყვარულის სცენი და ყველა მოვიდეს საგულშემატკივროდ, იმიტომ რომ გჭირდება მართლა. სკოლის მოგესალმებით, დიდი მადლობა მინდა გითხრათ სტუდიაში მოწვევისთვის. მე მინდა აღვნიშნო გულშემატკივრის ესე მრავლად მოსვლა და მე მინდა ორი სიტყვით ავხსნა თუ რა არის გულშემატკივრი. ყველა ვიძახით, რომ დამატებითი ფეხბურთელია, დამატებითი დამხმარეა, მაგრამ აი რას ნიშნავს გულშემატკივარი. რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს აქვს ძალიან დიდი мотиваცია. ისე კარგია ხო, გვერდში გიზის გულშემატკივარ და ფანების მეფე. მეფე არ ერთ სახეობის. გულშემატკივრები, როდესაც მოდიან, ფეხბურთელებს თავისი мотиваცია რა თქმა უნდა გააჩნიათ. ჩვენ მწვრთნელები ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეს мотиваცია აუწიოთ რაც შეიძლება მაღლა. ასევე გულშემატკივრები, როცა მოდის, აი დაუშვათ ჩვენ რაღაც დონემდე რო უწევთ დაახლოებით 4%-მდე, გულშემატკივრები რაც არის 20% თუ 15%, იმ ხელა мотиваციას აძლევს და იმ ხელა მუხტს აძლევს, აზდის ეს ადრენალინი 100%-მდე. ანუ რო გამოდის იმის თქმა უნდა, თუ აქ რაღაც ძალა პირობითად ვეძახი, რაღაცის იმის ზემოთ ადის და რაც შეუძლია და რაც არ შეუძლია, იმ ხელა мотивაციის ქვეშ არის ეს ფეხბურთელი, რომ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც შესაძლებელია, ყველაფერს აკეთებს და даже იმაზე მეც რაც არ შეუძლია, იმაზე აკეთებს. რომ ხვალ იქნება ანშლაგი დარწმუნებული ვარ. მეგონი გაუჭირდება ხალხს ბილეთის შოუნა. აუცილებლად, იმედი მაქვს. პრეზიდენტ გომი ბევრი იქნება, რომლებსაც მე შეიძლება თხოვნით შემოუშვებენ იქ, რომ მაინც ნახონეს ბოლო მატჩი, რომლის შემდეგ მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები დაიკავეს ზალში ამ ქვეშგულში პირველ ადგილს. აი ახლა მოვყვეთ იმის შესახებ, აი ეს განვლილი ორი მატჩი და ხვალინდელი შეხვედრა და მე რა გველის, მე როცა დავიკავეთ პირველ ადგილს, რა? აი მე რა გველის. და რა გუნდები სადასპარეზობენ და მე სად არის შემდგომი ეტაპი. აი ამის შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია ტელემაყურებელს და რადიოში. რაც შეეხება ისრაელს, ისრაელი იყო ძალიან რთული გუნდი. თვითონ შეტევაში კიდე აი ვფიქრობ, რომ იმდენად მეც არ ქმნინე, რაც იყო დაცვაში ძალიან რთული გუნდი იყო, აი ყველა ნაბიჯზე ფეხზე გვაჭდნენ და ამას უთქვის საშუალება არ მოგწეს. მე ვფიქრობ, შემდეგი თამაში ცოტა ისე ვერ ითამაშეს, იმიტომ რომ უკვე мотиваცია ჰქონდა დაკარგული, იმიტომ რომ პირველი თამაში. როგორც ვიცი, მეორე შემოდგება გამოუშვეს. მეორე მეკარეც შეცვალეს, სამი ფეხბურთელი კაპიტანი დაასვენეს და კიდე ორი ფეხბურთელი დაასვენეს. და ნუ ბიჭებმა ყველაფერი დადეს, მაქსიმალურად ფრთელების დავალება რაც მოვილაპარაკეთ, ყველაფერი მაქსიმალურად მიწევნით შეასრულეს. ვცდილობდით ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა, რომ გოლი არ გაგვეშვა, იმიტომ რომ ჩვენ გვაინტერესებს არა მარტო დღევანდელი დღე, ღმერთმა ქნა ჩვენ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და მომდევნო ეტაპებისთვის თავარი არის პირველ რიგში, რომ კარები გქონდეს სავსე, ამოვსებული და მაგისთვის ძალიან
დიდი სამუშაო არის გაწეული და თვითონ ის ფაქტი რომ ზვიად კუპატაძე გვიდგას კიდე ეს დამატებითი არის რომელიც ევროკარია და ორჯერ რუსეთის საუკეთესო გოლი გაიტანა ისეთი რომელიც მეგონი არ ვინახია არასდროს არ ვინახია შეიძლება ვინმე სიოლი ეჩვენოს მაგ გოლის გატანა რომ წარიო გარს მაგრამ ბურთი დაარხა ის და მე ეს აჩკოკით დიახ გოლისთვის დაგზავნა ზუსტად რა დავარქვათ ხუთიანი წლიანი ათიანი არ აღნიშნული და თავარია რომ კარგად იჭერს ხელში ანუ ბურთი არ უვარდება რომ რის შედეგად შეიძლება ეს სწრაფი შედეგა განახორციელოს ერთ-ერთი ბურთის მაგის გატანილი იყო მაგის ავტორობით იყო გატანილი როცა მთელი მოედანი გაიარა და დიახ გუშინდელ თამაში აი შოტლანდიასთან ზუსტად იგივე ხელში დააფიქსირა ბურთი და სწრაფი შედეგა წამოიწყო რის ხარჯზეც კონჩეტევაზე ძალიან სწრაფი გოლი გავიტანეთ ну თვითონ შოტლანდიას რაც შეეხება ნორმალური გუნდია ესე ვთქვათ, მაგრამ არ არის ისრაელი, არ არის შვეიცარია, ეს ობიექტურობა ესე არის. რაც შეეხება თვითონ მომდევნო თამაშს, არის შვეიცარია ძალიან კარგი გუნდია. რამოდენიმე ფეხბურთელი, მოგნიშნული ყავს, რამოდენიმე კი არა, ყველა ყავს განხილული უკვე თელ გუნდთან ერთად, მაგრამ რამოდენიმე განსაკუთრებით სახიფათო მოთამაშეები ყავთ. ცაციები განსაკუთრებით ცოტა ისეთები არიან, საინტერესო ფეხბურთელები არიან, მაგრამ აი დღესაც განვიხილეთ ქონდა მიხარია რომ თვი მეცაცია ვარ. მეცაცია ვარ. ხო, კია შენს ცაცია ხარ ეხლა. ნუ ანალიზი გავაკეთეთ, არ ვიცი, მე ვფიქრობ, ჩვენ ვფიქრობთ უბრალოდ რომ საკმაოდ საინტერესო ანალიზი გავაკეთეთ და ხვალ გამოჩნდება თუ რა არის ეს და ყველანაირ პირობას გაძლევთ, რომ ბიჭები ესე რომ ვთქვათ, რომ აუცილებლად მოვიგეთ ფეხბურთი არის, კარგად ვიცით, როგორი სპორტიც არის, მაგრამ იმის პირობას გაძლევთ, რომ ვინც დარბაზში მოვა, მიუხედავად შედეგისა, ყველას პირდებით, რომ აუცილებლად დაგეგმეთ სიამოვნებას. ისეთი როგორც მივიღეთ ჩვენ ვინც ვიყავით გუშინ. დადებით შედეგსაც აუცილებლად დავდებთ. დარწმუნებული ვარ. და შემდგომი ეტაპი აინტერესებს. შემდგომი ეტაპი არიან სხვა ჯგუფებში. აქიდან სად ვიკრიბებით? ჩვენ ვიკრიბებით ესე აქიდან ღვთისმსალობით უგავეთით და დარწმუნებული ვარ აი ბიჭების თავდადებით გავალთ და გავდივართ ეს გუნდები არის იტალია, ჰოლანდია და ბელორუსი. ეს სარდება მინსკში, ისა ბელორუსი არის მასპინძელი და საკმაოდ ისეთი სამივე ძალიან კარგი გუნდია, როგორც ვიცით ალბათ, იტალია გრანდია, როგორც ამოდენიმე 3-4 გუნდი არის ეგეთი გრანდი, როგორც არის იტალია და გრანდთან ხვდებით და ჩვენ ოღონდ ვფიქრობთ, რომ იქაც დადებითი შედეგი უნდა მივაღწიოთ, ოღონდ ჯერ აქედან გავიდეთ და მერე იმაზე დავიწყოთ, ახლა იქამდე არის ორ. ეგ რომელიც წლებშია? როგორ? რომელიც წლებშია იქ თამაში? 12 აპრილს იწყება უკვე იქ შესარჩევი. 12 აპრილს და გვაქვს იმისთვის დრო რომ მოვემზადოთ და აქედან რომ გავალთ ანალიზი. არადებას გისურვებთ. დიდი მადლობა. არადებას რაც დავარია მაყურებლები უნდა მოვიდეს. ეხლა მაყურებელთან მეფე ვალაბობ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. საიდუმლო არის ბატონო ჯამლეთ რომ თქვენ ანგარის არ ამბობთ. არ თქვენ გითხრათ 11-0 მოუგეთ შოტლანდიას. და როგორც მე მითხრეს ჩუმად გლოვის გამოცხადება უნდათ შოტლანდიის მინი ფუტზალის ასოციაციაზე ხუმრობით რასაკურველი თუ 11-0 ძალიან დიდი ანგარიშია. დიახ. შევავსებ ინფორმაციას იმით რომ შარშან შემოდგომაზე ჩვენმა ნაკრებმა იგივე სპორტის სახლში, ახალ სპორტის სახლში, პატარა დარბაზში 1000 კაცი ეტევა. მოუგ გერმანიას ორჯერ, მათ შორის 5-0. მერე 5-0 ერთი კარგად ამასწორებს. შემდეგ მოუგეთ ერთი მატჩი სლოვაკეთთან და მეორე ძალიან ძლიერი გუნდია და მე ვეკითხებოდი არ ვეტევით ამ დარბაზში დიდ დარბაზში როდის შეადარებთ მეთქი ფედერაციის პრეზიდენტს შევეკითხე და ეს შესარჩევი რომელიც იქნებაო იანვარში მას დიდ დარბაზში 4000 კაცამდე მოვიდა გუშინ წინ გუშინ დაახლოებით 3000 იყო ერთი თქო ამას ყველასთან ნუ მოხვალ ზუსტად 8 საათზე თამაში იწყება 8-ზე ფიზიკურად მაგრამ მოთელვა ჰიმნი ეს პროცედურა მომზადება მობრძანდი თუ შეგიძლიათ გთხოვთ ძალიან 19 საათზე და 30 წუთზე ან 40 წუთზე მაინც რომ იმ მოთელვის დროს არის საჭირო რომ ბიჭებს ძალიან დავიხმაროთ. თენგო ხვალ ყველას გაუჭირდება ვის დააგვიანებს სხვადასხვის. ადგილზე დაждდება ყველას გაუჭირდება. უფასოა დასწრება. ხვალ იქნება ანშლაგი, მე ამაზე დარწმუნებული ვარ რომ ორმაგი ანშლაგი იქნება და მე მგონი თავრობის წევრებიც და ასევე ქალაქის ხელმძღვანელებიც მოვლენ და რა თქმა უნდა თავის თვალით ნახავენ იმ თამაშს რომელიც მოუტანს საქართველოს. პირდებით რომ გიგოზად სავსე იქნება, ხო? გუშინ 1-2 ადგილი იყო იქ წარილი და ალბათ ხვალ შეიძლება. არა, ხვალ შევსებული იქნება, მე ეს ინფორმაცია უკვე მიღებული მაქვს საიდუმლოდ და ახლა ვხატე ამ საიდუმლოს ხარ და მინდა ვისაუბრე რომ ეს იყოს ფორმაში, აი ეს ესე იგი გულშემატკივრების და ფანების ბელადი. გია გიორგიევი, ჩადრები თუ შეიძლება ბატონ ჯამლეთ. მინდა დიდი მადლობა უთხრა ჩვენი ნაკრების ყველა წევრს ძალიან ბევრი გულშემატკივრის სახელით
დიდი მადლობა იმ სიხარულისთვის, რომელიც მიანიჭეს ჩვენმა ფუტზალის ნაკრების წევრებმა, იმ მონდომებისთვის, იმ კლასისთვის, გაახარეს მთელი საქართველო და ალბათ ბევრ ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც მეორე არხის ტელევიზიით, ჩვენი ტელევიზიით მეორე არხის საშუალებით ინტერნეტით უყურებდნენ ამ თამაშს. ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო და მინდა გისურვოთ წარმატებები ხვალინდელ მატჩში. გია, რა თქმა უნდა, შენს ვერდები ამ სურვილებს და ჩვენი ნაკრები, ყველა ნაკრები არის ჩვენი, ეს იქნება მოჭადრაკე, იქნება მოკრივე, იქნება ფუტზალი თუ სხვა სახეობის წარმომადგენელი. რა ხდება ჭადრაკში? მოგესალმებით. ვიცი რომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შეჯიბრებები